რომან დოლიძემ ბონიკალი გამოიწვია. ნიკალისთვის ეს რეიტინგში შესვლის ძალიან დიდი შანსია, ხოლო რომანისთვის კაშკაშა დაბრუნება. ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ბრძოლის შესახებ. მე მზად ვარ. არ მაქვს ტრამვები და სერიოზული დაზიანებები. ვინც არ უნდა იყოს შემდეგი, მე მწყობრში ვარ. ეს იქნება ძალიან მარტივი. იან მაჩადო გერი ამბობს. მინდა ვიხილო ბრძოლა მორალესა და პრატეს შორის, ნომერი პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის და ლეონ ედვარდსის პენსიაზე გასვლა. არმან ცარუკიანი საუბრობს მახაჩევის და თოფურიას ბრძოლის შესახებ. ფიქრობ, ისლამისთვის ილიასთან ბევრად უფრო რთული იქნება ბრძოლა, ვიდრე მადალენასთან იყო. თოფურია ყველას ანოკაუტებს, ხოლო მადალენა ვერა. არ მეგონა, რომ ისლამი ჯეკს ასე ადვილად დაამარცხებდა, მაგრამ აჩვენა, რომ სხვა დონეზეა. მან გათიშა მადალენას ყველა ძლიერი მხარე და უბრალოდ დომინირებდა. ეს ღონისძიება 23 ნოემბერს გამთენიას, ანუ კვირას დილით იქნება, სადაც ერთმანეთს ცარუკიანი და ჰუკერი დაუპირისპირდებიან. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პრელიმებში საქართველოს ყველაზე დიდი პროსპექტის, ალექსანდრე თოფურიას და ბექსათ ალმახანის დაპირისპირებაა. ერთად ვუსურვოთ წარმატება ელ კონკისტადორს. ეს არის ერთადერთი ფოტო, რომელიც ჯეკ დელა მადალენამ დადო წაგების შემდეგ. შენი აზრით, რატომ წააგო ბრძოლა მადალენამ? რა ელოდება მას? და ვინ იქნება მისი შემდეგი მოწინააღმდეგე? დაწერე კომენტარებში. ისლამ მახაჩევი გახდა მე-11 ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში. ბოლოს ეს ილია თოფურია მოახერხა. კამარ უსმანი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევის გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. როდესაც ისლამს უყურებ, მის თამაშში ხარვეზებს ვერ ვხედავ. ეს მაშინებს და გულს უფრო სწრაფად მიცემს. თუ მკითხავთ, რომელი ბრძოლა ახლა ყველაზე კონკურენტუნარიანი, ეს არის ბრძოლა ისლამთან. ის შესანიშნავია, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც მან ამ შაბათ-კვირას გააკეთა. განაცხადა კამარ უსმანმა. ენტონი სმიტმა ჯეკ დელა მადალენა გააკრიტიკა. ისლამ მახაჩევს მეორე სიჩქარეშიც კი არ გადაურთავს. იმედგაცრუებული დარჩი ჯეკის დარტყმების რაოდენობით და პარტერიდან წამოდგომის უუნარობით. მან ვერ შეძლო, რომ მახაჩევი აემუშავებინა. ისლამი თავდაჯერებულად იჭერდა პოზიციას, რამდენჯერმე სცადა ილეთზე გადასვლა და ამისთვის ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებია. ჯეკ დელა მადალენამ კი დგომშიც საერთოდ ვერ მიაღწია წარმატებას. ჯეკი კარგია, როდესაც დარტყმებს სერიებად აყენებს და შეტევის დროს იცვლის დგომს. მას იქიდან, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, საერთოდ არაფერი უჩვენებია. ჯეკმა მახაჩევი ვერ აიძულა, რომ თუნდაც მეორე სიჩქარეში გადასულიყო. რატომ უნდა გაეკეთებინა ეს ისლამს, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ იყო? ოფიციალური ანონსი. ჯეიკ პოლი ენტონი ჯოშუასთან იჩხუბებს. ბრძოლა მაიამიში 19 დეკემბერს გაიმართება. მძიმე წონა 8 რაუნდი. მანამდე ბრიტანული პრესა წერდა, რომ ორივე მოკრივე ამ ორთაბრძოლით 80 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი.